კიდევ ერთ დაკარგულ პირს ეძებენ მაშველები გონიოს სანაპიროზე ზღვაში დაკარგულ 25 წლის მამაკაცს ამ დრომდე ეძებენ. სამძებრო სამუშაოებში ადგილობრივი სამაშველო ბრიგადაა ჩართული. ახალგაზრდა მამაკაცი სახლიდან გუშინ საღამოს 8 საათზე გავიდა და მას შემდეგ არავის უნახავს. სანაპიროსთან ახლოს გაჩერებულ მანქანაში დაკარგულის პირადი ნივთები აღმოაჩინეს. საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, 5 ბალიანი შტორმის გამო გუშინ სამძებრო სამუშაოები შეფერხდა. დღეს დილიდან კი 2 კატერი და მაშველ მყინთავი ეძებს გაუჩინარებულს. სამაშველო სამსახურის ინფორმაციით შტორმი დღესაც შენარჩუნდება. სანაპიროზე წითელი ალმებია აღმართული, რაც იმას ნიშნავს, რომ ზღვაში შესვლა აკრძალულია. საღამო იყო ასე 7 რისკენ იყო საათი, რომ გამოვიდა ზღვაზე. სახლში რაღაც რემონტი იყო და პატარა. წამოსულა ზღვაზე. და რეაგირება დაიკარგა ამის შემდეგ. ხამი ახლა თელიუბანი გამოსულიყო, თელიგონიო იყო გამოსული და რას ვიზამთ ჩვენი ბიჭები ჩავიდნენ ზღვაში კი იყვნენ სამაშველო გამოსული 5 ბიჭები, მაგრამ იგეთის რას იზამდნენ? შუქები არ იყო, ხო, აი შუქი, კი ჩავ, რა თქმა უნდა შეგვიშალა ხელი. შუქი არასუკენ 2 წელია, ქათიშულია შუქი.